გავწმინდოთ აქაურობა ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. იმედია ყველა კარგად ხართ, კარგად გრძნობთ თავს და მადლობა მინდა გითხრათ თქვენი კომენტარებისთვის, რომელიც ვკითხულობ და მოტივაციას მაძლევს, რომ ჩავწერო ახალ ვიდეოები თქვენთვის. დიდი მადლობა თქვენი გულთბილი ყურადღებისთვის, ასევე ენერგიების გაცვლებისთვის და იმისთვის, რომ მეხმარებით არხის განვითარებაში და რაც თავარია, მე ვხარჯავ ენერგიას, გაწვდით ინფორმაციას და თქვენგან ვიღებ საპასუხოდ ლაიქს ან კომენტარს მადლობის სახით. და გადავედით დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მინდა მოკლე რეკომენდაციები გითხრათ, ახლა გაიგებდით რა თქმა უნდა დღეს და ბევრმა იცით ალბათ, მზის ბუნიაობა 20 მარტია. ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. დღეს ხდება მანიფესტაციები, აფირმაციები, მედიტაციები, მანტრები, ლოცვები, ასევე სხვადასხვა რიტუალები, მოზიდვის, ბარაქის, ანუ რაც გინდათ იმის, ფარველობის, სამყაროსთან ურთიერთკავშირის, სამყაროსთან, ანუ უფრო ჰარმონიული ურთიერთობის, ასევე პარტნიორების მოზიდვის, ვისაც უნდა სიყვარულის მოზიდვის, მადლიერების პრაქტიკა, ანუ ძალიან ბევრი რამე დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ. ამის საშუალებას გაძლევთ სამყარო და დღევანდელი დღე, იმიტომ რომ დღეს იწყება კოსმიური და ასტროლოგიური ახალი წელია. დღეს გადავედით ახალ იმაში, რა ქვია, ენერგიებში, რომელსაც ქვია ასტროლოგიური ახალი წელი, ანუ შემოდის გაზაფხულის ახალი ენერგიები, რომელიც ჩვენ ყველას გვაღვიძებს, ჩვენ ყველას გვაძლევს უფრო მეტ ენერგიას, გმუხტავს და ვეგებებით აი ამ გამოღვიძება ხდება, როგორც ბუნების, ცხოველების, ადამიანების ენერგეტიკულ ფაქის სივრცეში, ანუ იმ უხილავ ფაქის ენერგეტიკულ სივრცეში ხდება გამოღვიძება. და დღეს ეს ენერგია შემოვიდა, რომელიც დღე და ღამე ერთმანეთს უსწორდება, უტოლდება და უკვე იწყებს ღამე, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლებია და დღე მატებას. ანუ დღევანდელი დღით იწყება ასტროკოსმიური ახალი წელი და გილოცავთ შესაბამისად. ამიტომ დღეს არის აუცილებელი სულ იყოთ დადებით განწყობაზე, პოზიტიურ სიხშირეებზე და მაღალ ვიბრაციებზე. და ნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები, ჯერ დავიწყოთ ასე. დღევანდელი დღის ენერგიები როგორია? ესე იგი, ნახეთ, მაჩვენებენ რას? პირველ რიგში თქვენ თავთან ჩაღრმავებას, ანუ რა ხდება? აუცილებლად უნდა ცოტა ხანი დღევანდელ დღეს თუ გექნებათ ამის საშუალება, ხვალად შეგიძლიათ გააკეთოთ, აი სოციუმს მოწყდეთ, თქვენ თავს ჩაუღრმავდეთ, დაფიქრდეთ თქვენს სიტუაციებზე, ხო, ცხოვრებაზე, რას ცხოვრობთ, რას აკეთებთ, თქვენ მისიაზე, აიმაღლოთ თვით შემეცნება, ანუ რაღაცებზე, ცოდნის მაძიებელი, ასე ქვია ამ კარტს, ხო, პირველი, ანუ თვით ჩაღრმავება და დაკვირვება საკუთარი ცხოვრების, აი მისია, რატო ხართ, ხო? აი რატო დაგემართეთ კონკრეტულად ეს, რატო მოხდა ეს, ანუ რაღაცებს უნდა განხილვა, სიღრმისეული. და ამას ახლა თქვენს გარდა და თქვენი უმაღლესი მეს გარდა და თქვენი მფარველი ანგელოზის გარდა ვერავინ დაგეხმარებათ. ანუ იმ მინიშნებებს, იმ აზრებს, იმ ფიქრებს მოგცემთ სამყარო თქვენი მფარველი ანგელოზის და უმაღლესი მეს დახმარებით. უნდა იმუშაოთ თქვენ თავზე, რომ გამოხვიდეთ სტაგნაციიდან, პირდაპირ მაჩვენებს კარტი, ანუ იმ ნახეთ, დაკიდებული კაცი, რომელიც არის ჩამოკიდებული, ხო, ან რას ნიშნავს ეს? სხვა შეწირვის პოზიციიდან, როლიდან. თქვენ თვითონ გინდოდათ და შეიწირეთ თავი, ესე გამოვიდა რაღაც სიტუაციაში და არის რაღაც მოვლენა, რამაც
ანუ აი ესე მდორედ მიდის, ხო? ანუ არც იქით, არც აქეთ, ანუ არ მიედინება, ხო არის, რომ ენერგია უნდა მიედინებოდეს, ენერგია უნდა ნაწილდებოდეს, ხო, ყველგან. ენერგია ყველაფერი დღეს და ჩვენ ვართ დედამიწაზე, სადაც ცოცხალია ეს პლანეტა და ყველაფერი ცოცხალია. ასეა. ხო და ანუ აი როცა ხდება სტაგნაცია, ხო, ჩერდება რაღაც მოვლენები, რაღაც სიტუაციები. აი ესეთ მდგომარეობაში ხართ ეხლა და აქ ვიტყოდი ბევრს, მაგრამ აი ხა ვისთვის როგორ, მაგრამ პირველი დამაბკოლებელი ფაქტი არის ქალიდან წამოსული რაღაც ჩარევა, რამაც გაგაჩერათ, რომ თქვენი ცხოვრება არ წავიდა წინ რაღაც სიტუაცია. არ განვითარდა ჩარევა ქალიდან. ან და მეორე ვარიანტი არის ის, რომ რაღაც მომენტში არ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა წამოსულიყო თქვენგან. ანუ აქ ამ შემთხვევაში მიმანიშნებს ხისტი ენერგია წამოვიდა, ანუ რაღაცა მოვლენამ, რაღაცა სიტუაციამ, ენერგიაზე გაშლა და თან ეხლა საჯაროა, ხო ეს? ყველაზე შეიძლება არ იყოს. ანუ თქვენ უნდა მიიღოთ, თქვენ უნდა მოირგოთ თქვენზეა თუ არა, მაგრამ მე ვკითხულობ ახსნას, რა ინფორმაციას მაწვდის. ხისტად მოხდა. გაცეება მოხდა თქვენი გულის, ანუ აი ეს გულის ჩაკრა, ეს გრძნობები გაქვთ ისევე გამოსაღვიძებელი, ანუ რას ნიშნავს, რაც გაჩერდა, რაც რაღაც მოვლენამ, ჩარევამ, ქალმა თუ რა ვიცი, სამკუთხედმა თუ ოთხკუთხედმა, შეიძლება ოთხკუთხედიც იყოს, არ არის გამორიცხული, საჯარო გაშლა, ხო, ინფორმაცია მოდის ასეთი. და ეს გრძნობები ჩაგიკლათ რაღაც მომენტში, გაგიჩერათ ამ ეტაპზე. ნახეთ და ხართ გაცეებული, ანუ აქ რა იგულისხმება, რომ დაუკვირდეთ, პირველი კარტი ნახეთ, მაძიებელი, ხო, ცოდნის მაძიებელი, დაუკვირდით, კარგად ჩაუღრმავდით თქვენ თავს, რატომ მიხსნის, რომ ამ სტაგნაციის სიტუაციიდან, ამ გულგაციებიდან, ჩარევიდან, იმან რომ თქვენი ცხოვრება მდორედ, ანუ ცხოვრებშეწირვის პოზაში, სტაგნაციაში, გაჩერებულ მდგომარეობაში და გული, ანუ სიყვარული, ხო? ორმხრივი სიყვარული. დიდი ტკივილი. ანუ გჭირდებათ სიყვარული. დასკვნა რა არის? რომ სიყვარულის გარეშე დღეს სამწუხაროდ არაფერი არ გამოდის. ყველა საქმეს, ყველა სიტუაციას, ყველაფერს უნდა სიყვარული, ელემენტალური. აი ქალები ხართ, ეხლა უმრავლესობა ვინც მიყურებს. სადილს რო აკეთებ, ხო, სიტყვაზე ვიძახი. იმაშიც, ანუ სიყვარულით უნდა გააკეთო, ნახე, უნდა გიხაროდეს, გინდოდეს და არა დაძალებით და არა თქვათ და ეხლა და ესეთი იმით. არ გამოვა გემრიელი, არ იქნება. ეს იმიტომ რომ ენერგია ასე მოქმედებს, ასე მუშაობს. შეიძლება აქამდე არ აქცევდით ყურადღებას, მესმის, იმიტომ რომ იმ სამდეში ვიყავით. ეხლა გადავედით, ახალ ენერგიებში ვართ. გენაცვალე, ზოგი მეოთხეშია, ზოგი მეხუთეშია. ანუ გესმით, სასწაულები ხდება. კი, ყოველდღიურად, უბრალოდ ამას დანახვა უნდა. თქვენ რო შემთხვევითობას აწერთ, სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს, არაფერი შემთხვევით არ ხდება. კარგით, ეხლა ვინც მიყურებს ამ ვიდეოს, ავიღე მეორე დასტა, The Golden Heart Card, ვინ შემოსული აქ იმათ რას ეტყოდით. აი დღევანდელ დღეს. მე რეკომენდაციები მოკლე მოგეცით, ხო? და ქველმოქმედებაა ძალიან კარგი, თუ გახვალთ ეხა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ეხმარებით გაჭირებულს, მაგრამ აი ზუსტად უცნობს უნდა დაეხმარო, ის რომ ნათესავებს ეხმარები, ის რომ უგზავნი ვთქვათ, შენ ახლობლებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, გასაგებია, სწავლის პულს უხდი თუ საცხოვრებლის, ხო? არა. ანუ უცნობ ადამიანს, აი მართლა გაჭირებულს, მართლა როზის იქ ვთქვათ ადამიანი, რომელსაც ან სნეულია, ან მოხუცებულია, აი ღვთის გლახა, ესეთი გამონათქვამი არსებობს, ხო ეხა, რომ შევადარო ის ღვთის გლახები აღარ არიან 21 საუკუნეა, მაგრამ ხო არიან მართლა გაჭირებულები. აი ესეთ უცნობს უნდა დაეხმარო. თუნდაც პური უყიდო, სიტყვაზე ვიძახი, დააპურო. თუ ფულს არ გასცემ დღეს კარგია.
ამ დღეებში, ამ 3 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ გრძელდება ეს ენერგია დღევანდელი. 3 დღეზე გრძელდება. რას ეტყოდით იმათ, ვინც ეხლა ჩემ აქ არის შემოსული და ჩემ ვიდეოს უყურებს. აი რას ეტყოდით? ინფორმაცია თქვენთვის. როგორი მგრძნობიარე ქალები ხართ, როგორი აი გულთან მიმტანი, ემპათიურები, პირდაპირ აი არ ვიცი, ულამაზესი. რას ეტყოდით, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება? ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ ერთი რამე. თქვენთვის ჰარმონიული კარტი გადმოგცემთ ესეთ მესიჯს. ვინც ახლა მიყურებთ, უმრავლესობა ძალიან, როგორც თქვი, ემპათიურები, მგრძნობიარეები, სენტიმენტალურები, აი პატარა რაღაცაზე რომ გეტირება, პატარა რაღაცა რომ გაახარებს. თქვენ სტაბილურ სიტუაციას, ხო? თქვენს ოჯახში, თქვენს ირგვლივ რა სიტუაციაშიც ხართ დაამყარებთ, კი, არის აქ ბალანსი, ანუ დაბალანსებაზე, ენერგიების ისევ და ისევ ბალანსზე მიგვანიშნებს, რა არის აუცილებელი, რომ აი ბევრ რაღაცას რო ხარ მოდებული, ნახეთ ენერგია რა არის. იმ ბევრ რაღაცაში, ხო, იფანტება ეს შენი ენერგია და შენ არ ხარ კონცენტრირებული იმ ერთზე ან ორზე, სიტყვაზე ვიძახი. და მე გაკლდება ეს ენერგია და ხარ გამოცლილი. ანუ ბევრს ერთდროულად ნუ აიღებ. აი ვთქვათ ერთი ან ორი საქმე, ხო, რაღაცაზე კონცენტრირდი და იმ ორ რაღაცაზე ჩადე შენი მაქსიმალური ყურადღება და იმ ორზე დახარჯე შენი ენერგია. ბალანსზე გეუბნება. ის რომ გაქვს შენ ეხლა სტაბილური სიტუაცია და იქნები სტაბილურად, ხო? For all the pentacles, ანუ კარგია ნამდვილად, ის რომ შორს ხარ, ეხლა გზაზე ხარ ან აპირებ წასვლას, მოგზაურობაც აქ ზოგს ამოსდის. გამოგივა, ამოდის მამაკაცი, იმპერატორი, რომელიც არის თქვენ ცხოვრებაში და რახან ამოვიდა იმპერატორი, ესე იგი, უფრო მეტი ინტერესი მამაკაცია, პირადზეა, გასაგებია, ხო, მარტო პირადზე უყურებთ და მილაიქებთ და აბა რას ეტყოდით? ეხა იმათ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იმ კონკრეტულ ადამიანზე, იმპერატორზე, ხო, მათ იმპერატორზე. რას ეტყოდით? ახლო მომავალი. რა საინტერესო, ამოტრიალებული კარტები ამოდის. არა და გავასწორო. ანუ მე ახლა შემიძლია ესე გავაკეთო ეს გაშლა. ამოტრიალებულ კარტებს წავიკითხავ ამოტრიალებულად თქვენთვის. და გეტყვით რატომ. შემთხვევითობა არ არსებობს, რახან ამოდის ამოტრიალებულები, ვკითხულობთ ამოტრიალებულად. ეს ადამიანი ამოდის აი ამ სულელის პოზიციიდან, რას ნიშნავს? აქამდე თუ იყო რომანტიული, ნაბიჯებს დგავდა ისე, რომ არა ანალიზებდა, ანუ ინსტინქტებს აყოლილი, მიდიოდა, ვთქვათ, სიამოვნების მისაღებად, თუნდაც თქვენთან მოდიოდა სიამოვნების მისაღებად და გრძნობები ამოძრავებდა და ანუ პასუხისმგებლობას არ იღებდა, აქ ამოტრიალებული ამოვიდა, აწი ასე აღარ იქნება. თუ ანუ იგებდით ამბავს ამ ადამიანზე, რომელიც მხოლოდ ვნების გამო მოდიოდა, ხო? და არის აქ სიყვარული, არის აქ საყვარლობა, დაუკანონობა, ანუ დაკანონებული არ იყო ეს თქვენი, ასე ვთქვათ, relationship, ურთიერთობა, აქ ამოდის, რომ უკვე მუშაობს ეს ადამიანი, უკვე ფიქრობს, რომ იქნებ რაღაცა სტატუსი მივანიჭო ამ ურთიერთობას, ხო? თუმცა, ნახე, დაბრკოლებები არის, აქ ეხა ქალი ამოდის, არ ვიცი ხა, საჯარო გაშლა, მაგრამ არის დაბრკოლებები, არის ასევე ტყუილი, ასევე გულგაცრუება ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ დგავდა სერიოზულ ნაბიჯს და თქვენ იყავით გულგაცრუებული ამის გამო, ამ ადამიანისგან და ნახოთ, აბა თუ გადადგავს უკვე სერიოზულ ნაბიჯს და რაღაცა კონკრეტულ რო იტყვიან ჩარჩოში ჩასვაო, ხო? ანუ რაღაცა ჩარჩოში თუ ჩაგსვავთ, ხო? კანონის მიხედვით, ეხლა მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ მაინდა-მაინც ოფიციალურად დაქორწინება და ხელის მოწერა, არა, აი ისე, თუნდაც რომ
იტყვის, რომ აი ჩვენ ვართ ერთად, ხო? ამოვიდა ზეიმი, ამოვიდა სუფრა, ამოვიდა დღესასწაული და ამოვიდა ის, რომ სუფრაზე რაღაც სიტუაციაში, სადაც ხვდებოდით ერთმანეთს, შეიძლება მეგობრებთან ერთად, შეიძლება სხვა ადამიანიც იყოს, სხვა მამაკაციც იყოს ისეთი რა, რომელიც თქვენთან ახლოს არის, ან მისი მეგობარია. აი ეს სამნი იქნებით. შეიძლება თქვენ და ის ადამიანი თავის მეგობართან ერთად და იქ იტყვის უკვე, რომ თქვენ აი უკვე ხართ ერთად, აი დატრიალდება ფორტუნა თქვენ მხარეს, ანუ ამ შემთხვევაში დადებითად. ბედის ბორბალი ტრიალებს, ანუ ეს სიტუაცია რაღაცა იმას მიიღებს, ოფიციალურ სტატუსს მიიღებს, რომ ჩვენ ერთად ვართ. ბოლო ესე იტყვის, ხო? ესეც ხო საქმეა, სულ არაფერს. და მაშინ რჩევა თქვენთვის, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რჩევას რას ეტყოდით რა? რჩევა. გაითვალისწინეთ დღეს, რომ არის უძლიერესი დღე, გააჟღერეთ მეტი, აი ამოვიდა აგერ იმუშავეთ თქვენს ფიქრებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს სურვილებზე, რომ მიიღოთ ის სიხარული, ის ბედნიერება, ის წარმატება, რაც გულით გინდათ. აი ხა აქ საუბარია თუნდაც პირადზე. აი ავიღოთ პირადი, ნახეთ. აი მინდა რომ კარგად შეხედოთ ამ კარტებს და დაინახოთ. აი ზის ადამიანი ხელში უჭირავს ესეთი მრგვალი ოქროსფერი ბურთი, ხო? და ხედავთ რომ ეს მრგვალი ბურთები არის დაყოფილი. სულ არის 8. დაუშვათ გვაქვს 8 სურვილი, ხო? და ზოგი ესეთია მარტივია, რომელიც შესრულდება, ზოგი ცოტა, ანუ ნახე შორს რო არის. ცოტა შორს არის, ანუ ცოტა გრძელვადიანი სურვილები. აი ეს ადამიანი ხა კონცენტრირებულია აი ამ ბურთზე. მეტაფიზიკურად გიხსნით. ეს არის ოქროს ბურთი, რომელშიც თქვენ უნდა ჩასვათ პრაქტიკა ასეთი თქვენი სურვილი. ოღონდ უკვე აწმყოთ დროში, რომ უკვე გააქვთ, აი ვთქვათ, გააქვთ ახალი სახლი, ხო? და თქვენ ვიზუალიზაციაში, წარმოსახვაში უნდა დახატოთ ეს სახლი როგორიც არის, ხო? წარმოიდგინოთ, კედელი რაფერია, კარი რაფერია, იქ კიბეა, იქ ვთქვათ, ვიტრაჟია, აქ სამზარეულო, აი როგორი ხარისხის არის რა, იმით არის, ანუ ოთახები, განლაგება. უნდა გქონდეთ უკვე ეს, გესმით? წარმოსახვაში უნდა იყოს უკვე. ეს უნდა გქონდეთ. და აი უკვე არის ეს სახლი, არსებობს თქვენს ფიქრებში, თქვენს წარმოსახვაში და ეხა აკეთებ აი ესეთი ოქროსფერ ბურთს, ატბობ შენი ენერგიით, ნახე, ამაში დებ უკვე ამ სახლს, რომ შენ უკვე შეგრძნება გაქვს, აი ესეთი, რომ ეს სახლი, ხო, სიტყვაზე ვიტყვი, შენი ოცნების, შენი, არ ვიცი, ნატურის, ხო, რომ უკვე არის, უკვე ცხოვრობ, უკვე ხარ, შენ თავს ხედავ იქ უკვე როგორ ფუსფუსებ, როგორ იმ ახალ სამზარეულოში ტრიალებ, ანუ გიხარია, აი შეგრძნება და აი აქ ამ ბურთში, ამ ოქროს ბურთში დებ, აი ამ ყველაფერს, წარმოიდგინე ამ სურათს, თუ ამ ფილმს, რაც გინდა ის დაარქვი და შემდეგ უშვებ სამყაროში. აი როგორ იცი, რომ აი მადლობა სამყარო რა. მადლობა სამყარო და აი ნახე, გისრულდება. აი ის მე ხა მაგალითი ვთქვი სახლის. მაგრამ გისრულებს, იმიტომ რომ ამოდის ნახე როგორი სასიხარულო ამბავი. აქ შეიძლება იყოს გათხოვებაც, ვინც არ არის დაქორწინებული, ხო? აქ შეიძლება იყოს დიდი მოგება, აქ შეიძლება იყოს რაღაცა მოულოდნელი თანხა, ლატარიის, ვთქვათ, მოგება, რომელსაც არ ელოდებ მოულოდნელად. იმ სახლის ყიდვა, რომელიც მართლა გინდა და შენი ოცნებისანი, ანუ ის რაღაცა რა ძალიან გაგახარებს. აი ესეთი ენერგიით დავამთავრებდი და რა თქმა უნდა, ფონი ამ ყველაფრის არის იმპერატორი, ანუ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იქნება და არის, ანუ
ამოდის გვერდით ეს ადამიანი. ანუ ჩაიფიქრეთ, მთელი გულით, გააკეთეთ, დააპრაქტიკეთ, დაიჯერეთ, იმიტომ რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და ნამდვილად არსებობს და ასე დაგემშვიდობებოდით და ჩემი სულგო მოკლედ გადაირია. აღარ ჩერდება თქვენიც.